აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამის მონაწილე უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე 9 სტიპენდიანტს შეხვდა. გიორგი ჯინჭარაძემ ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და სტუდენტებს საჩუქრად ელექტრონული წიგნების საკითხავი მოწყობილობები გადასცა. შეხვედრაზე ისაუბრეს მოპოვებული სტიპენდიის შედეგად მიღებულ დამატებით შესაძლებლობებზე. ასევე განიხილეს აფხაზეთის მთავრობის მიმდინარე პროგრამები და სამომავლო გეგმები, რომლებიც განათლების მიმართულებით და დევნულ სტუდენტთა მხარდასაჭერად განხორციელდება. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამიაც ესწრებოდა. აფხაზეთის მთავრობამ დევნილ სტუდენტებს 221 სტუდენტს გადასცა სტიპენდიები, ამათგან 9 ყველაზე წარმატებულ სტუდენტს დღეს შევხვდით მინისტრთან ერთად, გავიარეთ სხვადასხვა საჭიროებები, ვისაუბრეთ აფხაზეთის მთავრობის სხვადასხვა პროგრამებზე, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია დევნილ ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მეტად იყვნენ სტუდენტები, ახალგაზრდები, ჩართულები იმ სამშვიდობო პროცესში, რომელიც უკავშირდება დეოკუპაციას და აფხაზეთში დაბრუნებას. შეხვედრა მეტად პროდუქტიული იყო, იმ კუთხით, რომ განვიხილეთ საჭიროებები, ასე ვთქვათ, შემდეგში დაგეგმილი სხვადასხვა პროგრამები და აღონისძიებებსაც გავეცანით. ბუნებრივია ძალიან მოხარული ვარ და ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ გავხდი წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის სტიპენდიატი და უფრო მეტად მახარებს ის ფაქტი, რომ ზოგადად არსებობს ესეთი პროგრამა, რომელიც ასე ვთქვათ, წაახალისებს ახალგაზრდებს და მე სტიმულს მისცემს იმისთვის, რომ ისწავლონ, იშრომონ და რაც თავარია ამ შრომით და ამ განათლებით შემდეგ უკვე ემსახურონ ჩვენ ქვეყანას და ჩვენს აფხაზეთს.